გელათის სამონასტრო კომპლექსში გათბობის სისტემას ამონტაჟებენ. გაყვანილობების დამაგრება უკვე დასრულებულია. ადგილზე მიტანილია გამათბობლებიც. გელათის მცველების შეფასებით, მონასტერში ფაქტობრივად სათბური კეთდება, რადგან ვენტილაციის სისტემა სავარაუდოდ არ არსებობს. რატომ არის რისკის შემცველი ვენტილაციის სისტემის გარეშე გათბობის დამონტაჟება? გათბობის სისტემის დამონტაჟებით სავარაუდოდ სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ ნესტი აღარ გაჩენილიყო ტაძარში, თუმცა საჭიროა, რომ ჰაერის ნაკადმა მოძრაოს. იმ შემთხვევაში თუ ვენტილაცია არ დამონტაჟდება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ბზარების გაღრმავებას, მარილების მიგრაციას, რაც ფრესკებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. ტემპერატურულ ბალანსს ინტერიერსა და კონსტრუქციის ელემენტებს შორის ვენტილაციის სისტემის არარსებობის პირობებში, რაც არ იყო გათვლილი პროექტის ფარგლებში, როგორ უნდა გაიწვიოს ჰაერის ნაკადი უშუალოდ კონსტრუქციის ელემენტებსა და ფასადს შორის და საერთოდ რატომ ხდება ეს სამუშაოები ახლა, როდესაც უკვე მე-6 ზამთარია და 2025 წლის ივნისის თვეში გამოცხადდა დასრულებულად ეს უნიკალურად შეფასებული დროებითი გადახურვა. ეს ძალიან სენსიტიური ფაზა არის ამ სამუშაოების, როდესაც კლიმატი განსაკუთრებით ზამთარში შეიძლება მოbrunდეს ისე ასეთი აქტიური ჩარევის შედეგად, რომ პირიქით დაარტყას სიძველეს და დიდი რისკია, რომ ასეც მოხდეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არავითარი წინასწარ აწონილ-დაწონილი გეგმა არ არსებობს კლიმატის შეფასება, რომელსაც წლებია უკვე ჩვენ ვითხოვთ, არ არსებობს გაწერილი გეგმა და რაც კეთდება არის ფაქტიურად იატაკქვეშა პარტიზანული მოძრაობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გელათში დღეს მოქმედებენ გაურკვეველი მიზნებით. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელის მამა კირიონის თქმით, გათბობის სისტემის დამონტაჟება თოვლის დნობის პროცესის გამარტივებისთვის მოხდა. მისი თქმით, გათბება დროებით გადახურვასა და ტაძარს შორის არსებული სივრცე და ეს პროცესი ფრესკებს და კედლებს არ დააზიანებს. როდესაც დავინახავთ თოვლის ოდენობა დაიდო 20 სანტიმეტრი უკვე ამ კონსტრუქციაზე, უკვე ჩვენ ამ სისტემას ჩავთავთ და ის აი ამ არსებულ ბუფერულ ზონას ტაძარსა და კონსტრუქციას შორის გაათბობს +14 გრადუსამდე და დააწებინებს აი ამ ჩვენს მაღალტექნოლოგიურ PVC მატერიალზე დადებულ თოვლის დნობას და მას წყლის ნაზექის სახით ჩამოიტანს დაბლა. ეს შეიძლება საერთოდ წლის განმავლობაში არ მოხდეს მინო, ტოტალური არ მოვიდეს გელათში და ხშირია დამწერ პერიოდში, ან შეიძლება ეს იყოს ერთხელ ან ორჯერ მოვიდეს თოვლი და ეს დამჭირდეს სულ რამოდენიმე 3-4-5 საათით ამის შარდვა, რომელიც საერთოდ არანაირ ეფექტს არ იძლევა რაიმე უარყოფით. სპეციალისტების შეფასებით, მე-6 ზამთარია უნიკალური მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი თვლიან, რომ დათბობის ამ მეთოდის გამოყენებით ფასადის ქვა დაზიანდება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ეკისრება, რომლის მიზანი სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა.